დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. ალბუმინურია. ალბუმინურია ზოგადი ტერმინია, რომელიც აღნიშნავს შარდში ალბუმინის, ცილის არსებობას. ალბუმინი ნორმაში მცირე რაოდენობით შეიძლება იყოს შარდში, მაგრამ მისი რაოდენობის მატება, როგორც წესი, თირკმლის დაზიანების ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობის ნიშანია. მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ტერმინები, რომლებიც ხშირად გამოიყენება ალბუმინურიასთან დაკავშირებით. ჭეშმარიტი ალბუმინურია, ეს ტერმინი აღნიშნავს ალბუმინის მომატებულ ექსკრეციას, გამოყოფას, შარდში, რაც გამოწვეულია თირკმლის გლომერულების, ფილტრაციის აპარატის დაზიანებით. გლომერულები ნორმაში არ ატარებენ ალბუმინს, ან ატარებენ ძალიან მცირე რაოდენობით. ცრუ ალბუმინურია, ეს ტერმინი მოძველებულია და პრაქტიკულად აღარ გამოიყენება. იგულისხმებოდა მდგომარეობა, როდესაც შარდში ალბუმინის მომატება თირკმლის დაზიანებით არ იყო გამოწვეული, მაგ ორთოსტატიკური პროტეინურია, ცილის მომატება შარდში ვერტიკალურ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას. თანამედროვე მედიცინაში ნებისმიერი ალბუმინურია, რომელიც არ არის გამოწვეული თირკმლის გლომერულური დაზიანებით, განიხილება როგორც ფუნქციური ან გარდამავალი პროტეინურია. პათოლოგიური ალბუმინურია, ეს ტერმინი ხაზს უსვამს, რომ ალბუმინის მომატებული ექსკრეცია შარდში პათოლოგიური პროცესის შედეგია. თუმცა, პრაქტიკულად, ალბუმინურია უკვე გულისხმობს პათოლოგიურ მდგომარეობას. ამიტომ, ტერმინი პათოლოგიური ზედმეტია. მიკროალბუმინურია და მაკროალბუმინურია, მნიშვნელოვანია ამ ტერმინების გამოყენებაც. მიკროალბუმინურია, შარდში ალბუმინის ისეთი რაოდენობაა, რომელიც აღემატება ნორმას, მაგრამ სტანდარტული ტესტებით, მაგ შარდის ზოგადი ანალიზით არ ვლინდება. მიკროალბუმინურიის გამოსავლენად საჭიროა სპეციალური ტესტები, ალბუმინის კრეატინინის შეფარდება შარდის ერთ პორციაში, ან ალბუმინის ექსკრეციის სიჩქარე 24 საათიან შარდში. მიკროალბუმინურია თირკმლის დაზიანების ადრეული მარკერია. მაკროალბუმინურია, პროტეინურია, შარდში ალბუმინის ისეთი რაოდენობაა, რომელიც უკვე სტანდარტული ტესტებითაც ვლინდება. ეს მიუთითებს თირკმლის უფრო გამოხატულ დაზიანებაზე. მიზეზები, ჭეშმარიტი ალბუმინურიის. ჭეშმარიტი ალბუმინურიის, ანუ გლომერულური დაზიანებით გამოწვეული ალბუმინურიის ძირითადი მიზეზებია. დიაბეტური ნეფროპათია, შაქრიანი დიაბეტის ყველაზე ხშირი და სერიოზული გართულება. მაღალი გლუკოზა სისხლში აზიანებს თირკმლის გლომერულებს. ჰიპერტენზიული ნეფროპათია, მაღალი არტერიული წნევა ასევე აზიანებს თირკმლის სისხლძარღვებს და გლომერულებს. გლომერულონეფრიტები, თირკმლის გლომერულების ანთებითი დაავადებები, რომლებიც შეიძლება იყოს პირველადი, მაგალითად ნეფროპათია, ან მეორეული სისტემური წითელი მგლურა, ვასკულიტები. მემკვიდრული ნეფროპათიები, მაგ ალპორტის სინდრომი. პრეეკლამპსია, ორსულობის გართულება, რომელსაც ახასიათებს მაღალი არტერიული წნევა და პროტეინურია. ზოგიერთი მედიკამენტი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, ამინოგლიკოზიდები, ლითიუმის პრეპარატები და სხვა. მძიმე მეტალებით მოწამვლა, ტყვია, ვერცხლის წყალი. სხვა, ამილოიდოზი, მრავლობითი მიელომა. ფუნქციური გარდამავალი პროტეინურიის მიზეზები, ეს არ არის ჭეშმარიტი ალბუმინურია. ფიზიკური დატვირთვა, ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ შეიძლება დროებით გაიზარდოს ცილის, მათ შორის ალბუმინის ექსკრეცია შარდში. ცხელება, მაღალი ტემპერატურა. დეჰიდრატაცია, გაუწყლოება. ორთოსტატიკური პროტეინურია, ცილის მომატება შარდში ვერტიკალურ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას, როგორც წესი ახალგაზრდებში. გულის უკმარისობა, საშარდე გზების ინფექციები. დიაგნოსტიკა. შარდის ზოგადი ანალიზი, საწყისი ტესტი, რომელიც აჩვენებს ცილის, მათ შორის ალბუმინის არსებობას შარდში. თუმცა, ის ვერ ავლენს მიკროალბუმინურიას. ალბუმინის კრეატინინის შეფარდება შარდის ერთ პორციაში, ეს ტესტი გამოიყენება მიკროალბუმინურიის გამოსავლენად და ალბუმინის ექსკრეციის რაოდენობრივი შეფასებისთვის. კრეატინინი გამოიყენება შარდის კონცენტრაციის გასათვალისწინებლად. ალბუმინის ექსკრეციის სიჩქარე 24 საათიან შარდში. ეს ტესტი ასევე გამოიყენება ალბუმინის ექსკრეციის ზუსტი რაოდენობის დასადგენად. სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, კრეატინინის, შარდოვანას, გლუკოზის, გლიკირებული ჰემოგლობინის დონის განსაზღვრა. თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, თირკმლის სტრუქტურის შესაფასებლად. თირკმლის ბიოპსია, ზოგიერთ შემთხვევაში დიაგნოზის დასაზუსტებლად და თირკმლის დაზიანების ხასიათის დასადგენად შეიძლება საჭირო გახდეს თირკმლის ბიოპსია.
ალბუმინურის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე. ძირითადი მიზნებია: ძირითადი დაავადების მკურნალობა, შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, გლუკოზის დონის მკაცრი კონტროლი, დიეტა, მედიკამენტები, ინსულინი. ჰიპერტენზიის შემთხვევაში, არტერიული წნევის კონტროლი, მედიკამენტები, ცხოვრების წესის შეცვლა. გლომერულონეფრიტების შემთხვევაში, იმუნოსუპრესიული თერაპია, კორტიკოსტეროიდები, ციტოსტატიკები. ნეფროპროტექცია, თირკმლის დაცვა. ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის, ACP, ინჰიბიტორები ან ანგიოტენზინი რეცეპტორების ბლოკატორები ARB. ეს მედიკამენტები ამცირებენ არტერიულ წნევას და აქვთ დამცავი ეფექტი თირკმელზე, ამცირებენ პროტეინურიას. ისინი პირველი რიგის პრეპარატებია დიაბეტური და ჰიპერტენზიული ნეფროპათიის დროს, მიუხედავად იმისა, ნორმალურია თუ არა არტერიული წნევა. SGLT2 ინჰიბიტორები, შედარებით ახალი ჯგუფის მედიკამენტები, მაგალითად დაპაგლიფლოზინი, ემპაგლიფლოზინი, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, მაგრამ აქვთ გამოხატული ნეფროპროტექტორული ეფექტიც. სხვა მედიკამენტები, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ჯგუფის მედიკამენტებიც, მაგ კალციუმის არხების ბლოკატორები, დიურეტიკები. ცხოვრების სტილის შეცვლა. მარილის შეზღუდვა დიეტაში. ცილების ზომიერი მოხმარება, განსაკუთრებით თირკმლის გამოხატული უკმარისობის დროს. წონის კონტროლი. რეგულარული ფიზიკური აქტივობა. თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებება. მნიშვნელოვანია, რომ ალბუმინურის მკურნალობა იყოს კომპლექსური და ინდივიდუალური, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.